ავტომარიზი თქვენი დავიწყოთ დიდი ხანი ჩვენ აღარ ყოფილხართ და ხართ ძალიან აქტიური და მიხარია ყოველთვის თქვენი ნახვა როცა ხართ პროტესტში ჩართული ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ძალიან იმედის მომცემია თქვენი ყველა განცხადება როგორ მიდის ახლა პროტესტი როგორ უყურებთ თქვენ აი ამ პროტესტს იმედიანად ხართ დარწმუნებული ვარ განწყობილი მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები მაყურებელს თქვენსაც რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხედავთ ყოველ დღე რეჟიმი ნელ-ნელა იშლება და სიმართლე რო გითხრათ ეს არ მწყის ნამდვილად და მიხარია იმიტომ რომ თავიანთ ხალხს დაესივნენ ისევე თვითონვე და ჩვენ ყოველ დღე ველოდებით მათგან ვის დაიჭერენ და ამიტომ არ დამთავრდება ეს პროტესტი არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ვიქნებით მანამ პროტესტში სანამ ეს მთავრობა არ წავა აქედან ან არ ჩანიშნავს ახალ არჩევნებს მაგრამ რაღაც კანონებს იღებენ ისეთს რომ ალბათ შეუძლებელი გახადონ მაგრამ ვერ ალბათ დაიშლება ეს რეჟიმი მე არ ვიბრძვი მარტო ჩემი შვილის გამო დღეს მე ვიბრძვი ქვეყნის გამო იმიტომ რომ ხედავ რომ თუ ქვეყანა არ იქნება თავისუფალი მნიშვნელობა არ აქვს მაშინ ჩემი შვილის თავისუფლებას ხო ყველას იჭერენ სასწაული ხდება უკვე ქვეყანაში და ამიტომ ვიწყებთ იმ კამპანიას რაც დავიწყეთ რა და აუცილებლად მივალთ ჩვენ ყველგან და ჩვენ ხმას გავაგონებთ ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც კი იმ კოცებს ვთქვათ მოსახლეობიდან იმიტომ რომ გუშინ ვნახეთ რომ სულ არ იყო პროტესტის მონაწილე ის გოგონა რომელიც გააჩერეს და სამარცხვინოდ პოლიციამ ნიღაბი მოახსნევინა კბილებს ვიკეთებო გოგომ და მოკლედ პოლიციელები ხო საერთოდ ზღვარზე დავდივართ რაღაცები ძალიან სასაცილოდ შეიძლება იყო იმდენად აბსურდული არის ტრაგიკული არის ხო პირბადი ციარულის გამო ადამიანებს ქუჩაში აჩერებენ რომელიც შეიძლება აქციას საერთოდ შეიძლება არ დავდივარ აქციებზე რაღაც ხო კონცერტი იყო კიდე კაირო კონცერტის ბილეთი ჰქონდა ჩანთაში ხო ანუ პირბადის დარება გახდა კრიმინალიზებული ხო გახდა და სად არიან ის ექიმები მაინტერესებს ერთი რომ სულ პირბადებით დავდიოდ დღეს იმდენი ხალხი შემხვდა ქუჩაში პირბადით რომ უნდა ყველა გააჩერო და გააფრთხილო რომ რუსთაველზე არ გაიგო ან ახლა არის პერიოდი სპეციფიკური ანუ პირბადი ციარული რეკომენდირებულია ხოშურს ამაზე ჩვენს საექიმო საზოგადოებას წეს თქმა უნდა ამოიყონ ამაზე არ შეიძლება ადამიანის პირბადის გამო ვირუსებია მოდებული მართლა ყველა პირბადი ჯობია ვიაროთ მაგრამ არა ეხლა რადგან ასე აწყობთ პირბადის დარების გამო დაგოჯანია ამიტომ დააკნინეს პოლიცია ბოლომდე რა რომ და განან პოლიციელები და მართლა შეგეცოდება რა ის ადამიანები რა ვიცი როდის იტყვიან რომ კარგი პოლიციელები ერქვათ არ ვიცი რა ალბათ გავაწყლები და ვერ იტყვიან ამას აბა თქვენ გეგმებზეც რო ვილაპარაკოთ მათ შორის გადავერთოთ როგორ გეგმოთ ეონო დავიწყოთ აი რა ეტაპზე არის ახლა პროტესტი თქვენ ნაწილს სად ხედავთ ჩართულობის რომ მოგვიყვეთ მოგესალმებით დილამშვიდობისა საქართველო ჩვენ დავიწყეთ ახალი პროტესტის ფორმა რაც გამოიხატება იმაში რომ ამ შემთხვევაში უკვე დღისით მზისით დილის საათებში მივდივართ საჯარო უწყებებთან სინდისის პატიმრების მშობლების ხელმძღვანელობით შეიძლება ითქვას და ჩვენი სამიზნე აუდიტორია ამ შემთხვევაში გახლავთ საჯარო მოხელეები ის 310,000 ადამიანი რომელიც არის დასაქმებული სხვადასხვა სამინისტროებში მუნიციპალურ ორგანოებში სიპებში აიპებში ეს ადამიანები იღებენ ხელფასს ბიუჯეტიდან და შესაბამისად მათ მიმართ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს მათი მხრიდან ვფიქრობთ რომ მოქალაქეების და ამ ხალხის და ამ ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მათ მეტი მოეთხოვებათ იმიტომ რომ მათ აქვს საჯარო მოხელის ფიცი დადებული და ამ ფიცის კეთილსინდისიერად შესრულებას მოვითხოვთ მათგან ასევე საჯარო მოხელეების მხრიდან ჩვენ ვითხოვთ მეტ მოქმედებას გამოღვიძებას და მათი მხრიდან გამოხატვას ამ არსებულ რეალობასთან დაკავშირებით თავიანთი პროტესტისა ეს შეიძლება იყოს ჩუმი პროტესტი მაგრამ რაღაცა ფორმით უნდა გამოხატონ ეს ისინი ვალდებულნი არიან რომ ხალხის სამსახურში იყვნენ შესაბამისად სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ფორმა პროტესტის და ზოგადად ვფიქრობ რომ რუსთაველის პროტესტის მიღმა აუცილებელი არის რომ დივერსიფიკაცია მოხდეს პროტესტის სხვადასხვა ფორმების სხვადასხვა ქუჩებზე თბილისის რაიონებში და არა მარტო
რეგიონებშიც და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს პროტესტის კერა და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება წინააღმდეგობის ფორმები, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა რომ ჩაერთოს მისთვის მისაღები პროტესტის ფორმაში. ვიღაცისთვის შესაძლოა რუსთაველზე საღამოს საათებში მისვლა არ იყოს მაინც და მაინც მისაღები და კომფორტული მისი ყოველდღიურობიდან გამომდინარე და ბევრი ბარიერიდან გამომდინარე და გამოწვევიდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლოა არის დღის საათებში დაგეგმილი ნაკლებად ბრჭყალებში რომ ვთქვათ უსაფრთხო აქტივობა წინააღმდეგობის ფორმა მისთვის იყოს მისაღები. შესაბამისად ჩვენ ყველას მოუწოდებთ რომ ჩაერთოს ჩვენს ახალ ამ კამპანიაში, რომლის მთავარი მიზანიც არის რომ სინდისის პატიმრების მშობლებმა თავიანთი ხმა უფრო ხელშესახები გახადონ საჯარო მოხელეებისთვის და კიდევ უფრო მეტად ვეცდებით რომ გულთან ახლოს მიიტანონ ამ ადამიანებმა საერთო პრობლემაც და თითოეული სინდისის პატიმრის ოჯახის წევრის და მშობლის მდგომარეობაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად, მარიკა, თქვენი აზრით რო გითხრათ ამ აუცილებლად თავდაპირველად დავიწყოთ პროტესტის ტრანსფორმირების საჭიროებით, იმიტომ რომ მართალია მთელი საქართველო მოცული არის პროტესტით და ქართული საზოგადოებას ფაქტობრივად მიღებული აქვს გადაწყვეტილება ცვლილებებთან დაკავშირებით და ის არაპირებს გაჩერებას მანამ სანამ ეს ცვლილებები არ დადგება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რეჟიმის მხრიდან ასევე გარკვეულ ზეწოლას, რეპრესიებს და ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ათობით დაკავებულ ადამიანს. ხო, ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის შესახებ და ზოგადად რეალურად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრულად მივიდეს ძალიან ბევრ ადამიანამდე. ამის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არის ამ აქციის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ რეჟიმის პატიმრის მშობლებთან, პატიმრების მშობლებთან ერთად და რა არის განსხვავებული ახლა ამ აქციაში, ხო? განსხვავებული არის გარდა იმისა, რომ ეს ყოველ დღის საათებში იქნება და გარდა იმისა, რომ იქნება საჯარო მოხელეებზე კონცენტრირებული, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, ასევე მისი შინაარსი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამის ფარგლებში თითოეული მათგანის ადვოკატთან თანამშრომლობთ და ვიღებთ ინფორმაციას, ანუ ვცდილობთ თავი მოვუყაროთ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რატომ არის ეს საქმეები სამართლებრივი აბსურდი, ამას ვკრავთ ერთ დოკუმენტად, საჯარო უწყებებში ეს ჩავაბარეთ გუშინ, სადაც ვიყავით, რომ მარტივად გასაგებ ენაზე ელემენტარული კითხვები დაუსვან საკუთარ თავს, რომ ეს ადამიანები თუ ასეთი ამბავია საქმეში, ასეთი რამე ხდება, მტკიცებულება არ არის, ვერ უდგინდება ბევრი რაღაცა, როგორ შეიძლება იყოს დამნაშავედ ცნობილი და როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ქონდეს მისჯილი სასჯელი, ხო? ეგ სტანდარტი აბსოლუტურად მოშალეს დღეს და მაგაგებით ახლა ჯერ რა სტანდარტი ქონდა ქართულ სასამართლოს და ახლა ამათ თლიანად გააუქმეს, საერთოდ არარაობად აქციეს ეს მთელი პროცესი, ხო და წესით აი ახლა ვისაც იჭერენ ეს კანონები არის არაკონსტიტუციური, რის მიხედვითაც იჭერენ. მოსამართლეები უნდა ადგენენ და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათ აქვთ ამის უფლება, რომ არ აღასრულებენ ამ კანონებს, რომ არაკონსტიტუციური, მაგრამ სად არის ხა ამის სინდისის დამოუკიდებლობის ხარისხი მოსამართლეების. მაგას არც განათლება არ, მაგას ჭირდება სინდისი. არაფერი სხვა არ ჭირდება მაგას, აი მინიმალური სტანდარტი არის და მე ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდება. კი, მით უმეტეს სასამართლოში ყოველდღიურად ხედავ მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეებზე რა ხდება საერთოდ და რომელიც საერთოდ არ არის კავშირში არანაირ სამართალთან და არანაირ სამართალმცოდნეობასთან სამწუხაროდ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ დღეს უნდა იცოდეს თითოეულ მოსამართლეს ირაკლი სწორად აღნიშნე შენ, რომ ისინი არღვევენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, რაც ნორმათა იერარქია არის ელემენტარული საკითხი, რასაც იურისტები პირველ კურსზე ვესწავლობენ და პირველი კურსის პირველ სემესტრში და შესაბამისად უნდა იცოდეს ყველა მოსამართლე და დარწმუნებული ვარ იცის, რომ კონსტიტუცია არის მთავარი კანონი და ყველა სხვა კანონი უნდა შეესაბამებოდეს მას. თუ არ შეესაბამება, მოქმედება და უპირატესობა სწორედ კონსტიტუციას ენიჭება. ქალთუმარეს როგორ უყურებთ თქვენ აი ბოლო დღეები და ბოლო კვირები საკმაოდ ძიმე იყო პროტესტისთვის და მათ შორის ბევრი ახალი პოლიტპატიმრა შეგვემატა, ხო? და თქვენ აი ყველაზე კარგად ალბათ თქვენ გეტყვით, რომელსაც აი ხა ახალი ციხეებში პატიმრები გაუჩნდათ, ხო? როგორ უყურებთ? მაინც შესაძლებელია რომ აი იმეც ხედავთ, რა კიდე შეიძლება რომ გამოძროს ჩვენი საზოგადოება?
ძალიან რთულად ვხედავ, მაგრამ მაინც აუცილებლად გამოძვრება. აუცილებლად და ძალიან მინდა ვთხოვ იმ ახალი პატიმრის ოჯახის წევრებს, მშობლებს, ზოგის დედა ალბათ წასულია უწყლოეთში, მაგრამ ვინც არიან დედაქალაქში თუ რაიონებში შემოგვიერთდნენ აუცილებლად, იმიტომ რომ მე უკვე 10 თვეა ვიბრძვი და ყველაფერი არის გვერდზე გადადებული რა, ყველა მშობლის, ყველა ოჯახის წევრისა იმ თავიდან დაპატიმრებული ადამიანების რა. და მithumetes მithქვია რომ ჩვენ ვიბრძვით იმ რუსებისთვინაც კი ვინც არიან დაჭერილები და მათი მშობლები ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში. ამიტომ ძალიან ვთხოვ იმ ახალ დაპატიმრებულების ოჯახის წევრებს შემოგვიერთდნენ. ჩვენ იმედზე ნუ იქნებიან მარტო, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცათო ვერ ვხედავ გამოსულს ქუჩაში და პროტესტს მათგან, თუ არ იქნება პროტესტი, ალბათ კი ვხედავთ, რასაც აკეთებს ეს მთავრობა, იმიტომ რომ არ ვიცი რა გადააქცია ეს ქვეყანა, პატარები აღარა ვართ და ყოფილ ვართ ყველა მთავრობის მომსწრე და მონაწილე, მაგრამ ესეთი მე არაფერი არასოდეს არ მინახია, რასაც ახლა ესენი აკეთებენ და ბევრჯერ მიკითხია იმ მომხრე ადამიანისთვის, რომ მოდი გადავდოთ გვერდზე ყველაფერი და აი უბრალოდ პასუხი გამეცით, რომ ესეთი რამე როდისმე გინახიათ, შეიძლება იმათ უხარიათ, რომ აი ჩვენ თურმე ჩემი შვილი დაიჭირეს, ვიღაცის შვილი, აი რა გინდოდათ, რა უნდოდა, ბევრს უთქვია, რომ ალბათ დააშევეს და იმითო დაიჭირენ. განაარიციან, რომ იმითო არ დაიჭირეს, მაგრამ მაინც ესე უნდა თქვან და რაც შეეხება ამ სასამართლოებს, ჩვენ ისე გაიარა სასამართლოებმა, რომ არ უსმენდით საერთოდ, ერთადერთი ვისაც უსმენდით ესენი იყვნენ ადვოკატები და მართლა მგონი ჩვენც ადვოკატები გავხდით. ისე ვართ ერთადერთი ადამიანები და აგერ მარიკა ზის და კიდე ერთხელ ვეტყვი დიდ მადლობას ამ ადვოკატებს, იმიტომ რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენი შვილებისთვის, რომ იტყვიან და იბრძოლეს და დღემდე იბრძვიან. ადვოკატების სახით ჩვენ ტელევიზიებს კარგი სპიკერები შემოგვემართეთ და სპიკერები და მოლაპარაკე ხალხი ჩვენს უგვაკლია, მაგრამ ამას ერთად გონია რომ მომავალი კარგი საქართველოსთვის ეს ხალხი არის ძალიან კარგი. კი, ძალიან. მომავალი, რომელსაც შეუძლია სწორი რეფორმების და წესიერი ხალხია თან და მე ძალიან მომწონს ბევრ მომავალ თავ პროკურორს ხედავ. კი, დაგვანახეს რომ აი მე რო ვიცი რომ ჩემ შვილს არაფერი დაუშავებია, ადვოკატმა კიდე უფრო კარგად დამანახა რომ მართლა არაფერი დაუშავებია, იმიტომ რომ ისა და ამიტომ ყველაზე დიდი მადლობა მათ ყველას, რა თქმა უნდა რა, რომ აი არ ვიცი რა. თეონა მარიკა, მინდა რომ გთხოვოთ აი მაინც აი ამ კრიზისთან გამოსავლის თქვენეული თუ გაქვთ ხედვა ან იმედი მათ შორის იმისა, როგორ ხედავთ ამ იმიტომ ოპოზიციაც კრიზისშია. რეჟიმი რო სულ დღეში ამას ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ აქეთ ამ ხარეთის კრიზისშია, თემატური ჟანრის კრიზისი აქეთაც არის და მათ შორის როგორ ხედავთ ამ აქედან გამოსავალს. მე როგორც წეგან აღნიშნე, ისევ იმ ხაზს გავაგრძელებ, იმიტომ რომ მადმწამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები, არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ასობითაც კი შეიძლება ითქვას და რაც უფრო ბევრი კერა იქნება, რაც უფრო გაშლილი იქნება ეს პროტესტის კერები, მით უკეთესი იქნება და მით უფრო სწრაფად მოვახდენთ ამ რეჟიმის დემონტაჟს. ამის პარალელურად მნიშვნელოვანი არის, რომ ერთიანობა იყოს საპროტესტო საზოგადოებაში, ნაკლები იყოს ერთმანეთის კრიტიკა, ჯანსაკრიტიკას რა თქმა უნდა ყოველთვის მივესალმები, მაგრამ რაღაცა პერიოდი გქონდა ჩვენ, როდესაც ესეთი ძალიან მძიმე ნიაღვარი მოედინებოდა ხოლმე სოცქსელში თავად საპროტესტო ჯგუფებს შორის და ეს რა თქმა უნდა საერთო ჯამში გვაზიანებს, ამიტომ მეტი ერთიანობისკენ, მეტი ერთმანეთის სოლიდარობისა და ზრუნვისკენ ვარ მოტივირებული მე პირადადაც და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა და გამოცდილება მართლაც თუ როგორი არის საპროტესტო ელექტორატი, როცა ერთიანი არის და სოლიდარული არის ერთმანეთის მიმართ რამხელა საქმეების კეთება შეუძლია, თორე ჩვენ აქამდე ვერც მოვიდოდით, რომ არა ეს მხარდაჭერა ერთმანეთისა და გატანა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო იმ პირობებში, როდესაც წნეხი იზრდება და აი ამ მიზნიდან გამომდინარე, რომ მრავალფეროვანი პროტესტი არის საჭირო, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს კამპანია. მე როგორც ყოფილმა საჯარო მოხელე, მინდა რომ თქვენს ეთერში ძალიან მოკლედ ვთქვა იმ ფიცის შესახებ, რომელსაც საჯარო მოხელეები დებენ, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა არც იცის მოქალაქემ, რომ საჯარო მოხელე რაიმე ფიცს დებს და გვეკითხებოდნენ, რომ რა ფიცს დებენ ისინი და აი ესეთი არის ფიცი, ფიცა, რომ ერთგულად ვემსახურების საქართველოს სახელმწიფოსა და მის ხალხს.
დავიცავ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად და პატიოსნად შევასრულებ ჩემს მოვალეობას და ჩვენ სხვა არაფერს არ ვითხოვთ. აი ეს ფიცი რაც მათ დადებული აქვს და ხელი აქვს მოწერილი, როცა საჯარო სამსახურში მუშაობა დაიწყეს, ეს შეასრულონ და ამის მიხედვით ამის ფარგლებში იმოქმედონ. მარიკა. კი, გამოსავალს მე ვხედავ, ნამდვილად ვხედავ რთული სიტუაცია ამ ქვეყანაში, რთული სიტუაცია ყველა მიმართულებით, მაგრამ გამოსავალი არის თანმიმდევრულ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში, აქციების გაგრძელებაში, რეჟიმის დაღლაში და ჩამოშლაში და რაც მთავარია ამ წინააღმდეგობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ყველა ადამიანის, ყველა ორგანიზაციის, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ძალების გაერთიანება, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანი უნდა მოვიცვათ ჩვენ და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ის რეალობა, რა რეალობაც ნამდვილად არსებობს და არა ის აბსურდი, რასაც სამთავრობო ტელევიზიებიდან უყურებენ განსხვავებულ საქართველოს ადამიანები. პროპაგანდას უნდა მოვერიოთ. პროპაგანდა არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ფეხი, ღერძი, რაზეც დგას დღეს რეჟიმი და პროპაგანდას მოვერავით მხოლოდ ერთიანობით და თანმიმდევრული წინააღმდეგობით და რაც მთავარია, ასე ვთქვათ, გაუტეხლობით, იმიტომ რომ ეს გადის, ეს ბრძოლა და ეს გამარჯვება გადის იმაზე, რომელს მეტი ძალა აღმოაჩნდება წინააღმდეგობის. მადლობა ძალიან დიდი. თეონა ჭალიძე, მარიკა არევაძე, მარიზ კობახიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ.